უნდა ვისაუბროთ სიტყვაზე, ჩვენ აქ შევიკრიბეთ სასაუბროთ, რომ ავიღოთ რაღაც სიტყვა და მის გარშემო ვისაუბროთ. როგორც წესი, ეს გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც განმარტება ამ სიტყვის შესახებ. მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ სიტყვა, რომელიც გვთავაზობს არა განმარტებას, არა დასრულებულ მნიშვნელობას, რომელსაც მე დღეს ავხსნი. არამედ პირიქით, ის არის საშუალება, რომ ჩვენ წარმოვისახოთ უფრო მეტი, ანუ მოგვეცეს საშუალება ფიქრის ამ სიტყვის შესახებ. და ეს სიტყვა არის თამაში. რა თქმა უნდა, თამაში არქიტექტურასთან დაკავშირებით. ამგვარად, ასე რომ ჩვენ ვერ ვიტყვით, არის თუ არა, რა თქმა უნდა, არქიტექტურა თამაში, ჩვენ ესეთ განსაზღვრებას ნამდვილად არ შევეცდებით ამისას, სწორედ იმას ვეცდებით, რომ ჩვენ არა განსაზღვროთ ეს სიტყვა არქიტექტურასთან მიმართებაში, არამედ ვისაუბროთ მის გარშემო და აღმოაჩინოთ მასში რაღაც საფიქრელი პოტენციალი. თავისთავად პირველად თავიდანვე ჩანს, რომ არქიტექტურა სწორედ არის არათამაში. მაგრამ რატომ არის ის არათამაში, რასთან მიმართებაში არის ის არათამაში? ალბათ რის გამოც ის არის ასეთი, ანუ ის არის სერიოზული, არის სწორედ იმიტომ, რომ ის მიმართება მშენებლობასთან, ანუ შენობასთან. საბოლოო ჯამში მშენებლობა არის მთელი საზრისი და მთელი მიზეზი და შედეგიც იმისა, რომ არსებობს არქიტექტურა. ანუ მშენებლობა არის მიზეზიც და შესაბამისად შედეგიც, ხოლო საშუალება გამოდის, არქიტექტურა გამოდის როგორც საშუალება და ეს მიმართ ურთიერთობა არქიტექტურის და მშენებლობის ქმნის იმ ატმოსფერო, იმ მიმართებას, რასაც ნამდვილად ვერ დავარქმევთ თამაშს, ხო? მაგრამ ჩვენ თამაში გვაინტერესებს სწორედ აი ამ წრის დასარღვევად, სწორედ იმისთვის, რომ გავხსნათ რაღაც ახალი პოტენციალი არქიტექტურისთვის. ანუ ჩვენი მიზანი არა ვამტკიცოთ, რომ არქიტექტურა თამაშია და მშენებლობას თამაშია და ყველაფერი თამაშია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი თამაშია, ეს მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ სიტყვებით თამაში იქნება. და ჩვენი მიზანი არა ვამტკიცოთ, რომ ეს თამაშია, არამედ გამოვტაცოთ არქიტექტურა დროებით, აი ამ ჩაკეტილ წრეს, მშენებლობის და არქიტექტურის აი ეს ციკლურ მიმართებას, სადაც მშენებლობა და შენობა არის მიზეზიც და შედეგიც და არქიტექტურა მხოლოდ საშუალება, თუმცა პარადოქსულად არქიტექტურა არის ის, რამაც უნდა წარმართოს მშენებლობა, მაგრამ ის ყოველთვის ჩათრეულია მშენებლობაში. მიზეზი, ყოფნის მიზეზი, მისი ყოფნის მიზეზი თუ რის გამოც არის არქიტექტურა, თითქოს ყველა თეორიაში ეს არის, რომ ის არის იმიტომ, რომ არის შენობა და არის საჭიროება მშენებლობის, შენების და ცხოვრების. მაგრამ ჩვენი მიზანია და საინტერესოა სწორედ ის, რომ გამოვტაცოთ არქიტექტურა აი ამ ჩაკეტილ წრეს, რომ მაშინ რაღაც ახალი პოტენციალი დავინახოთ. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება რაღაც შევეხოთ თამაშის ცნებას, რომელიც მე-20 საუკუნეში გამოიკვლია იოჰან ჰაიზინგამ და ვისაუბროთ თუ რა არის თამაში. ზოგადად ჰაიზინგა ამტკიცებს იმას, რომ კულტურა თვითონ არის თამაშებრივი ფორმა, ანუ კულტურაში კი არ გაჩნდა თამაში, არამედ კულტურა წარმოიშვა როგორც თამაში და სწორედ ეს აზრია ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ და თამაშის შესახებ, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემა არის, რომელსაც შეიძლება აქ ვერ დავძლიოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჩამოვთვლით ჩვენ თამაშისთვის დამახასიათებელ რაღაც თვისებებს თუ თამაშის ნიშნებს, მაშინ უკვე ვისაუბრებთ არა თამაშზე, არამედ თამაშებრივზე, ის რაც გამოგვადგება იმისთვის, რომ შევხედოთ აი ამ თამაშებრივის თვალით არქიტექტურას. და შემდეგ უკვე თუ დავრწმუნდებით თამაში, უკვე შემდეგ შევხედოთ არქიტექტურას როგორც თამაშს, მას შემდეგ რაც ჩამოვთვლით თამაშისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. გარდა იმისა, რომ არქიტექტურა გვაინტერესებს როგორც ასეთი თავისუფალი მოქმედება, ასევე გვაინტერესებს თამაშებრივის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც არის, რომ თამაშს აქვს საკუთარი საზრისი, ანუ ის არის საზრისის მქონე მოვლენა და იგი არის თვითმიზნური. სწორედ ეს გვაინტერესებს ჩვენ, აი ეს ნიშანი თამაშის, რომ მივასადაგოთ არქიტექტურასთან და მიმართებით, ხო? პიტერ ეიზენმანი ახსენებს კიდევაც ესეთ სიტყვას, რომელიც ინგლისურად გამოითქმის architecting. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორედ თუ ჩვენ მაგას გადავთარგმნით როგორც არქიტექტურობანა, ანუ არქიტექტურობანა, მაგრამ რაღაცით მაინც მომწონს მე ესეთი თარგმანი, იმიტომ ეს გულისხმობს, რომ არქიტექტურობანა, ანუ არქიტექტურით თამაში თავისთავად შეიძლება იყოს ესეთი თავისუფალი მოქმედება, რომელიც თვითონვე ამზადებს საკუთარ საზრისს. სწორედ ამიტომ არის ალბათ საინტერესო თამაშის ცნება და თამაშის კატეგორიებით შეხედვა არქიტექტურის. ამგვარად თამაში ასევე ერთ-ერთი ცნება რაც არის, თამაში არის შემოსაზღვრული სივრცეში და დროში. ესეც საინტერესო თემა არის, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არქიტექტურა რაღაცით იყო შემოსაზღვრული, როდესაც ის გადაჯაჭვებულია ცხოვრებასთან. სწორედ დროებით მისი გათიშვა ცხოვრებისგან გვინდა იმისთვის,
რომ დავამზადოთ არქიტექტურის საკუთარი საზრისი ამ გაგებით და ესეც ერთგვარი თამაში არის, ხო? აი ამ თამაშებრივი ქმედების აუცილებელი ელემენტია, აუცილებელი შედეგი, რაც დგება ხოლმე ყოველთვის, ეს არის რომ თამაში იწვევს იმას, რასაც სიამოვნება ქვია. აი ამ თამაშით, არქიტექტურით თამაშით თვითონ ღებულობთ იმას, რასაც შეიძლება სიამოვნება უწოდოთ. ანუ გარდა იმისა, რომ ახსენეთ, რომ თამაში არის ესე თავისუფალი ქმედება, ის ერთგვარი სიჭარბე არის და მისი ახსნა, თამაშის ახსნა მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ზელოგიკური მოვლენა არის, ხო? გარდა ამისა საინტერესოა, რომ ზოგიერთ ენაში ეს გამოხატულია კიდევაც, რომ თამაშის ზმნები, ანუ თამაშის თან დაკავშირებული სიტყვები გამოხატავენ რაღაც საქმიანობას, ანუ ისეთ საქმიანობას, როდესაც თამაშის საშუალებით რაღაცისკენ სვლა, ანუ ჩაღრმავება მასში დროის დახარჯვა ამ რაღაცაზე, ანუ თამაშის ერთ-ერთი თამდევი მოქმედებაც ეს არის, ხო? რაღაცისკენ თამაშით სვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადად კულტურისთვის. აი ამ რაღაცისკენ და რაღაცაში ჩაღრმავება თამაშით არის ასევე ის, რასაც შეიძლება უწოდოთ, რომ რაღაც ინვესტირება, ასე ვთქვათ, სასიყვარულო ინვესტირება იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებ, ხო? ეს უკვე როლან ბარტის ტერმინია, სწორედ ამ მხრივ უწოდებს, აი ამ სასიყვარულო ჩაღრმავებას, მას უწოდებს როლან ბარტი ეროტიზმს და სწორედ აქედან მომდინარეობს სიამოვნება, რაც შეიძლება დავარქვათ სწორედ არქიტექტურინგით, ასე ვთქვათ, ხო? ანუ თამაში არქიტექტურა არის სწორედ ასეთი ქმედება, როდესაც ჩვენ ჩაუღრმავდებით მას, როგორც თვითმიზნურ ქმედებას და მასში ჩავდებთ ინტერესს. თამაშის საზღვრებში ყოფნას გამოვყავართ იმ ჩვეულებრივი მდგომარეობიდან და მასში მონაწილეობას თან ახლავს სხვაგვარად ყოფნის ცნობიერება. აი სწორედ ეს არის კიდე ერთი ნიშანი, რაც თამაშს თან ახლავს, ანუ თამაშებრივი, რაც გვაინტერესებს არქიტექტურასთან მიმართებით. ამგვარად ჩვენ მე მგონი ჩამოთვალეთ ძირითადი ნიშნები, თუ რატომ შეიძლება დავინტერესდეთ თამაშის ცნებით და რა აქვს თამაშს ისეთი, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ გავშალოთ ცნება არქიტექტურა, გამოვტაცოთ იგი აი ამ ციკლს, მშენებლობა არქიტექტურის სერიოზულ ციკლს. ეხლა დავასრულოთ საუბარი, ვთქვათ, იმით, რომ რა არის სერიოზულობა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ საბოლოო ჯამში სერიოზულობა არის არა თამაში და მეტი არაფერი. ეს მნიშვნელოვანი ფრაზაა, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ სერიოზულობის განსასაზღვრად ჩვენ გვჭირდება იგი დაუპირისპიროთ თამაშს, ხოლო თამაში არის ისეთი ცნება, რომელიც არ ჭირდება, რომ რაიმე სხვას დაუპირისპიროთ, ის თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ საინტერესო თემას, ძალიან ბევრ ხაზს. ეს არის სწორედ საინტერესო. საბოლოო ჯამში ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც თქვით, რომ კულტურა თამაშით იწყება, კულტურა თამაშდება. შეიძლება არქიტექტურის ისტორიიდან გავიხსენოთ სწორედ მენჰირების აღმართვის თამაში, რომელსაც ეხლა უკვე ალბათ თამამად შეგვიძლია ეს უწოდოთ, სწორედ აი ამ თამაშით, აი კულტურის ესეთი თამაშით იწყება არქიტექტურა და არა უბრალოდ ადამიანის მიერ თავშესაფრის მოძებნით. აღმოჩნდება, რომ ჩვენ საუბარს დასკვნა ვერ ექნება, როგორც თავში ვთქვით, ჩვენ ავიღეთ სიტყვა თამაში და პრინციპში ჩვენ არ შევეცადეთ თამაშის ლექსიკური განმარტების მოცემას. ჩვენ იგი ავიღეთ და თამაში გადავიტანეთ იმაში, რასაც უკვე არა ლექსიკონი, არამედ უკვე ენციკლოპედია. ენციკლოპედია სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ის არ ადგენს რაღაც შესატყვისებს, ერთგანზომილებიან შესატყვისებს, რაღაც ცნებას, სიტყვასა და ცნებას შორის. ენციკლოპედია გულისხმობს უფრო რთულ მიმართებებს, რაღაც ქსელურ მიმართებებს კულტურის სხვადასხვა მოვლენებთან. ამგვარად თამაშის ამ ენციკლოპედიაში ჩართვით, ამავე ენციკლოპედიის, ანუ კულტურული ენციკლოპედიის ნაწილი არის არქიტექტურა. აღმოაჩინეთ, რომ რაღაცა თამაშის ცნების გარკვეული ელემენტები, თვისებები ჩვენ დაგვეხმარება, რომ ცნება არქიტექტურა, ასევე მივანიჭოთ მას რაღაც ავტონომიურობა. სწორედ ეს გვაინტერესებდა ჩვენ, როგორც თვითონ თამაშის ცნება არის ავტონომიური, იგი არის ის, რაც თავისთავად განისაზღვრება, განსხვავებით სერიოზული ცნებისგან, რომელიც უბრალოდ სხვა არაფერია თუ არა თამაში. სწორედ ასევე გვინდა განსაზღვროთ, სწორედ ეს სურვილი უდევს საფუძვლად, რომ არქიტექტურა განსაზღვროთ როგორც თავისთავადი და არა უბრალოდ როგორც ესეთი პირდაპირი ციკლური თუ დიალექტიკური კავშირი არქიტექტურისა და მშენებლობის თუ არქიტექტურისა და შენობას შორის კავშირის ერთ-ერთი წევრი. ეს ოპერაცია განზრახ გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ ვთქვათ, იმისთვის, რომ პირიქით გავაფართოვოთ არქიტექტურის მნიშვნელობა
და აი ამ თამაშის ცნებით გამდიდრებული არქიტექტურა, როდესაც დაუბრუნდება იგი აი ამ ციკლს, მშენებლობა არქიტექტურის ციკლს, რა შედეგებს მოგვცემს ეს ამაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ. ან საერთოდ არ ითვალა სასურველი, შეიძლება ესეც ეჭქვეშ დადგეს. და აქაც ისე და საბოლოოდ გავიმეოროთ ეს დასკვნა, რომ ჩვენ რამდენადაც გამოვტაცეთ არქიტექტურა აი ამ მშენებლობის ასე ვთქვათ ბატონობას, შენობის ბატონობას, ესეც ერთგვარი თამაშია. ესეც თავისთავად არის უკვე თვითმიზნური ქმედება, მასზე ფიქრი, არქიტექტურაზე აი ეს როგორც ესეთზე ფიქრი, შეიძლება ჩავთვალოთ აი ესეთ თვითმიზნურ ქმედებად, რომელიც იქნება ნაყოფიერი. ანუ ის შექმნის რაღაცას. ის იქნება სწორედ კულტურის შემოქმედი ქმედება.